მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. კაცობრიობა გავლენის სფეროების მასშტაბური გადანაწილების ზღვარზეა. ის, რაც ჯეფრი ეპშტეინის შესახებ ახალ ამბებში ჩანს, აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. იმავე სოციალურ ქსელში ამოტივტივდა ეპშტეინის იმპერიის მემკვიდრის კარინა შულიაკის განცხადებები, რომელმაც დუმილი დაარღვია. მისი აღიარებები შოკის მომგვრელია. ის ყველაზე კარგად იცნობდა ეპშტეინს. ჯეფრი არ იყო უბრალოდ შუამავალი, ის იყო დახურული ოკულტური კულტის ნაწილი, სადაც ელიტები ძალაუფლებისთვის ადამიანების სიცოცხლეს იყენებდნენ. შულიაკის თქმით, ელიტის წარმომადგენლები უბრალოდ ამოფარებულები იყვნენ ჯეფრის და წყლობით ოკულტურ რიტუალებს ატარებდნენ. ჯეფრი არ იყო მთავარი ბოროტმოქმედი, ის მხოლოდ ინახავდა ელიტის ყველაზე ბინძურ კომპრომატებს. ის, რაც ამ ფაილებშია, სამუდამოდ შეცვლის ადამიანების წარმოდგენას პლანეტის მმართველობაზე და ეს მხოლოდ დასაწყისია, ამბობს კარინა შულიაკი. მისი განცხადებებიდან ყველაზე მწვავე ფაქტები ასეთია. კარინა ამტკიცებს, რომ ტრამპს სძულდა ეპშტეინი და შურდა მისი, მაგრამ იმავდროულად ის სრულად ინფორმირებულია მისი საქმიანობის შესახებ. კარინას სიტყვებია: მე შენ შესახებ ყველაფერი ვიცი, ტრამპ. შეტყობინებებში პირდაპირ არის ნახსენები ლუსიფერისთვის ბავშვების შეწირვა მსხვერპლის სახით, რაც იმათი იდეოლოგიის ფუნდამენტია, ვინც რეალურად მართავს სამყაროს. ეპშტეინი აგროვებდა დოსიეს პოლიტიკურ ელიტაზე ამ რიტუალებში მონაწილეობის გზით. კარინამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არ არის მიდრეკილი თვითმკვლელობისკენ, რადგან ესმის, რომ მსგავსი მხილებებისთვის მას შეესაძლოა სამაგიერო გადაუხადონ. პედოფილი ჯეფრი ეპშტეინის მიმოწერებში ნახსენებია მაკრონის საყვარელი კაცი. აი რას წერდა ეპშტეინი საფრანგეთის პრეზიდენტის ბოიფრენდზე თავის ერთ-ერთ ნაცნობს. მე მაჩვენეს მაკრონის მეგობარი კაცის ფოტო, რა ფარისეულობაა. ეს ახალ ასრს ძენს ფრაზას, მე გადავასყვევ, ან გახსოვდეს, შენ უკან ფრანგები დგანან. Daily Mail ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ჯეფრი ეპშტეინის გარდაცვალების შესახებ მომზადებულია მის სიკვდილამდე ერთი დღით ადრე. ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებში ამოტივტივდა განცხადება ჯეფრი ეპშტეინის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ მასზე მითითებულია თარიღი, რომელიც დიდი ალბათობით წინ უსწრებს გარდაცვლილი პედოფილის აღმოჩენას ნიუ-იორკის ციხეში. იუწყება გამოცემა. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატორის მიერ 2019 წლის 9 აგვისტოს გაცემულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეპშტეინი უკვე ნაპოვნია სიცოცხლის ნიშნების გარეშე და გამოცხადებულია გარდაცვლილად, თუმცა ციხის ჩანაწერები და ოფიციალური ანგარიშები აჩვენებს, რომ გარდაცვლილი ეპშტეინი მხოლოდ 2019 წლის 10 აგვისტოს აღმოაჩინეს, როდესაც გამოსასწორებელი დაწესებულების თანამშრომლებმა მას საუზმე შეუტანა და ის გულწასული იპოვა ქალაქის იზოლატორში მანჰეტენზე. ოფიციალური მონაცემებით ეპშტეინი გულწასული იპოვეს გამოსასწორებელ დაწესებულებაში თავის საკანში 10 აგვისტოს დილის 7-ის ნახევრის შემდეგ. ექიმები შეეცადნენ მის რეანიმირებას, მაგრამ მალე ის გამოცხადდა გარდაცვლილად. ეპშტეინის სიკვდილი დაემთხვა ერთ-ერთი ყველაზე დაცული ფედერალური ციხის მუშაობაში მთელ რიგ შეფერხებებს. ციხის დოკუმენტების თანახმად, მცველებმა, რომლებსაც უნდა ეთვალთვალათ ეპშტეინისთვის, არ შეამოწმეს ის ღამით მისი გვამის აღმოჩენამდე, რაც სავალდებულოა. ოფიციალური მონაცემებით, გეგმიური შემოწმებები დილის 3-დან 5 საათზე გამოტოვებული იყო. გარდა ამისა, კამერები, რომლებიც ეპშტეინის საკნის გარეთ იყო დამონტაჟებული, ცუდად მუშაობდა, წერს Daily Mail. ნატოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა ტრანსფორმაციის დარგში ადმირალმა პიერ ვან დიემ განაცხადა, რომ რუსეთი უსწრებს ნატოს საბრძოლო გამოცდილების ადაპტაციით. მისი თქმით, მსოფლიოს თვალწინ ხდება ევოლუციის დაჩქარება, როდესაც საარტილერიო ბრძოლას ანაცვლებენ უპილოტო თვითმფრინავები და რობოტები. პირველი გაკვეთილი, რაც უნდა ავითვისოთ და საკითხი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება მოქმედებისას, არის ის, გვაქვს თუ არა ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ასეთ სიჩქარესთან ადაპტაცია. რუსეთი ამას ძალიან კარგად აკეთებს და როგორც ჩანს, დღევანდელ დღეს ამას ჩვენზე უკეთ აკეთებს. განაცხადა ვან დიემ და შესთავაზა ნატოს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი სიჩქარით ადაპტაციის უნარი შეიძინოს. ესაა ფუნდამენტური ამოცანა, რადგან ჩვენ ვიყავით ძალიან სტატიკურები, ძალიან პროგნოზირებადები. ჩვენ ვერ ვისწავლეთ შეცვლა და შედეგის სახეზე გვაქვს, განაცხადა ადმირალმა.
ბრიტანული Financial Times წერს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მთავარი მტერია არქტიკის კლიმატი. გაზეთი რეგიონის ყველაზე მოთამაშეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ექსტრემალურ პირობებს შეუძლია რადარების მწყობრიდან გამოყვანა, რომ სისტემა ბრმავდება, მასთან ერთად კი ინგრევა ბირთვული სტაბილურობის საფუძველი, პროგნოზირებადობა. ესაა საერთო საფრთხე, რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე საშიშია. გერმანია პანიკაშია, ომის შიში რეკორდულად მაღალია, ამერიკის დამინდობა კი ჩამოშლილი. აღმოსავლეთელი გერმანელები მასობრივად ამბობენ უარს ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ბრძოლაზე, ერთიანი ევროპა ინგრევა. ბრიტანეთის ოპოზიციური პარტიის წევრმა ნილ ობრაიენმა იხუმრა, რომ კირ სტარმერს ერთადერთი თანამშრომელი დარჩა და ესაა პრემიერის რეზიდენციის მცხოვრები კატა ლარი. ლარი სტარმერის ერთადერთი თანამშრომელია, ამიტომ როგორც ჩანს, ის შეუთავსებს აპარატის ხელმძღვანელის და კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას ხანგრძლივ ძილს. შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის წევრმა როჰანამ ივარაუდა, რომ დიდი ბრიტანეთის მეფის ჩარლზ მესამის ძმის ენდრიუს კავშირებმა პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან შესაძლოა ბრიტანულ მონარქიას ბოლო მოუღოს. საქმე ისაა, რომ ამას მოჰყვება ბრიტანეთის მთავრობის გადაყენება და შემდეგ ბრიტანეთის მონარქიის დასასრული. ეს ანგრევს მთელი მსოფლიოს ქვეყნებს და ელიტებს. და ჩვენ რას ვაკეთებთ აქ, შეერთებულ შტატებში, იმისთვის რომ წინ აღვუდგეთ ეპშტეინის კლასს. ჩვენ ყავს ვაჭრობის მინისტრი, რომელიც ეპშტეინის საქმეებში ყველგან ფიგურირებს. სად არის აღშფოთება? სად არის აღშფოთება სილიკონის ველის მილიარდერების, ფინანსური ელიტის, ჰოლივუდის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ეპშტეინის კუნძულს სტუმრობდნენ? კითხულობს პოლიტიკოსი. უახლოეს მომავალში რუსეთი კუბაზე ნავთობის პარტიას გააგზავნის, რადგან ქვეყანაში დარჩენილი საწვავის მარაგი ექსპერტების შეფასებით მას მხოლოდ 3 თვეს ეყოფა. ამის შესახებ განაცხადეს ჰავანაში რუსეთის საელჩოში. ამგვარმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ შესაძლოა რუსეთ-ამერიკას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები გაართულოს. გერმანიის საგარეო კურსმა მისი მწარმოებელი ფლაგმანები დააზიანა. Mercedes-Benz მოგების ნახევარს კარგავს. გერმანული ავტომწარმოებლების Mercedes-Benz-ის მოგება 2025 წელს თითქმის ორჯერ შემცირდა რამდენიმე მიზეზის გამო. ესენია ამერიკული ბაჟი, ჩინეთში გაყიდვების შემცირება, არასასურველი სავალუტო კურსი და რთული სიტუაცია ლუქსის კლასის ავტომობილების ბაზარზე. მისი სუფთა მოგება 5,3 მილიარდი ევროა, რაც 59% ნაკლებია. გუშინ დიმიტრი მედვედევს ვუსმენდი, არ ვიცი რამდენად სწორად გავიგე მისი ნათქვამი, მაგრამ ილაპარაკა აფხაზეთზე და ცხინვალზე, რომ აი ვაღიარეთ ეს რესპუბლიკები და რომ იქ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ აღიარებასაც უკან თუ წავიღებთ, სუბიექტობის უფლება შენარჩუნებული იქნებაო. ანუ ჩვენი აღიარებისას მათ მიიღეს საერთაშორისო სუბიექტის უფლება და აღიარების უკან წაღების შემთხვევაში სუბიექტის სტატუსი უნარჩუნდებათო. იქ ყველაფერი ნორმალურადაა. კი არის პრობლემები და შეიძლება რაღაცეები ვერ მივიყვანოთ ბოლომდე, მაგრამ მთლიანობაში იქ ყველაფერი ნორმალურადაა. ხოლო რაღაც ვერ გავიგე, რა გამოდის, რომ რუსეთს ახლა უკან მიაქვს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება? ეს მინიშნება გააკეთა დიმიტრი მედვედევმა. ვიდეო, რომელიც ვნახეთ, მხოლოდ ფრაგმენტია მისი გამოსვლის სრული ვერსიიდან, სადაც კიდევ უკეთესად ჯანს, რომ რუსეთს უკან მიაქვს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. ამერიკელმა სენატორმა ჯოშუა დევიდ ჰოულმა განაცხადა, რომ Netflix-ის სერიალების თითქმის ნახევარი ესაა არასრულწლოვნებზე გათვლილი პროპაგანდა სქესის შეცვლის შესახებ. რატომ ხდება ისე, რომ Netflix-ის საბავშვო კონტენტის დიდი ნაწილი ტრანსგენდერული იდეოლოგიის პროპაგანდაა? თითქმის ნახევარი ასეთია. არასრულწლოვან ბავშვებზე ვლაპარაკობ და არა მოზარდებზე. არასრულწლოვნებს ტრანსგენდერულ იდეოლოგიას აწონებენ. მე შევისწავლე მონაცემები თქვენი სხვადასხვა სერიალებიდან და რაც მე ხელდვებს არის ის, რომ სულ რაღაც 2 დღის წინ ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯულებმა ხმა მისცეს ყოფილი ტრანსსექსუალისთვის $2 მილიონი გადახდას, რადგან მან განაცხადა, რომ ფსიქოლოგები და სხვა პირები ეწოლას ახდენდნენ მასზე და თავს ახვევდნენ იდეოლოგიას, რომელიც უკიდურესად დამღუპველი აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ იცით, რომ დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ უარს ამბობენ ტრანსგენდერული ოპერაციების ჩატარებაზე და ეგრეთ წოდებული გენდერულ აფირმატიული დახმარების
მოწვევაზე არასრულწლოვნებისთვის, მათ შორის უარს ამბობენ კონსულტაციებზე, რადგან ეს ძალიან მავნებელია. ჩვენმა საკუთარმა ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების სამინისტრომ ანალოგიური დასკვნა გააჟღერა შარშან, მაგრამ თუ კი თქვენ ჩართავთ Netflix, აღმოაჩენთ, რომ მათი საბავშვო პროგრამების უდიდესი ნაწილი შეიცავს ამ იდეოლოგიას და დღის წესრიგს. ამას ვამბობ, როგორც სამი პატარა ბავშვის მშობელი. ეს Netflix-ისთვის პროპაგანდისტული პოზიციაა, იკითხა სენატორმა. 32 წლიანი დუმილის შემდეგ ექსპერტებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ კურტ კობეინი მოკლულია. სისხლში სიკვდილია, ხელში იარაღი, შეტყობინებაში სხვისი კალიგრაფია, პოლიციის განყოფილებაში ყრუ კედელი.